Moroshkinas podcastis დღეა და ვფიქრობ რომ ნელ-ნელა ეს ფორმატი მაინც გადავიტანო ისევ იმ ჭრილში რითიც ვიწყებდი ეს არის მინი სერიალები მენეჯმენტზე, PR-ზე, იმაზე რაც ცხოვრებაში ბევრად უფრო გამოგადგებათ ვიდრე თუნდაც მხოლოდ სტუდიური საუბრები თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო სტუმრებთან და ალბათ ძალიან ახლო მომავალში გადავალ ზუსტად ისევ იმ ფორმაზე, იმიტომ რომ რაღაც მგონია რომ იმ ფორმით და რასაც მე ვუყურებ ნახვებს, გაცილებით დიდია ნახვები, როდესაც რაღაცა უფრო თქვენთვის მნიშვნელოვანი მომაქვს ეთერიდან, ანუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი შესაძლებლობები ცხოვრებაში. ახლა რაც შეეხება დღევანდელ თემას, ძალიან საინტერესო თემა გვაქვს და საინტერესო სტუმარი თავისთავად, იმიტომ რომ ომების 10 ანატომიაზე მინდა საუბარი და ალბათ მიხვდებით ვინ არის დღევანდელი ეს სტუმარი და რატომ? იმიტომ რომ 4 წელი გადის, რაც მძვინვარებს ომი უკრაინაში. ამ ომმა წაიღო უკვე 2 მილიონი სიცოცხლე. დაობლდნენ უკრაინელები, დაინგრა ოჯახები. შემცირდა და დაპატარავდა არა მარტო ტერიტორიები, ეთნოსი. და არის ურთულესი ვითარება და მეორე, არ შემდგარი ომი, ესე იგი ბუამოდის ერაყსა და ამერიკას შორის დაძაბულობა რაღაცნაირად საფნის ბუშტივით გასკდა. აი ამაზე მინდა ვისაუბრო და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სათაურიც ქალბატონი მაიას მოფიქრებულია, ჩემი ძვირფასი მაია ნიკოლაიშვილი, არაჩვეულებრივი ანალიტიკოსი, არაჩვეულებრივად მოაზროვნე ქალბატონი და მაია მოგესალმები. მე და მაიას გვაქვს ერთმანეთთან ესეთი ღია ჩათი დღე და ღამე. თუ ვინმე რამე საინტერესოს ვიპოვით, ვცდილობთ ერთმანეთს ესე ჩავუგდოთ და შემდეგ ვფიქრობთ, რა არის შემოგდებული თემები და რა არის რეალური. და ჩვენ დღეს დილით, როდესაც ერთ-ერთ ვიდეოს განვიხილავდით, სადაც იყო საუბარი თითქოს რაღაც გართულებულ სიტუაციას კალინინგრადთან დაკავშირებით და იძაბება სიტუაცია რუსეთში, გასაგები იყო, რომ რეალურად ეს ყველაფერი იმისთვის იყო გაკეთებული, რომ გადაეტანათ ყურადღება და იგივე მექსიკაში განვითარებული მოვლენებით ზუსტად არ მომხდა რომზე. კიდევ ერთხელ მოგესალმები. დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ და მე იმედი მაქვს, როდესაც სხვა ფორმატზე გადავალ, იმიტომ რომ მგონია რომ ეს ფორმატი აი ახლა დღეს ხალხს უფრო ჭირდება. იქაც ხშირი სტუმარი იქნება, იმიტომ რომ ვინ თუ არა შენ შეიძლება მოძღვრავ დღეს ადამიანებს და ძალიან საინტერესო ყოველდღიურ კარგ და ცხოვრებაში გამოსაყენებელ რჩევებს აძლევდე. მოდი დავიწყოთ იმით, თუ რა მოხდა დღეს და რა ინფორმაციები იყო შემოგდებული საინფორმაციო საშუალებებში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, აი მთელი სიტყვებისთვის. არ თქვას არავინ რომ არ სიამოვნებს, ძალიან სიამოვნებს და დიდი მადლობა. მეორე რაც შეეხება იმას, რომ ფორმატის შეცვლა გინდა. იცი დაგეთანხმები, რატო დაგეთანხმები? ადამიანებს ჭირდებათ მკურნალობა სულიერი. მართლაც არ შეიძლება 24 საათი ომი 24 საათი რაღაც ნეგატივი და მე ვატყობ ხოლმე რომ ზოგიერთი ტელევიზია დილით კვირას დილით 11 საათზე თუ არ არის სხვა რამე ბრაზილიაში მატარებელი გადაბრუნდაო აუცილებლად იმით ჩაგიმწარებს დილას რა და რაც დაუშვებელია. მართლაც გეთანხმები, მე მახსოვს პერიოდი, როცა ძალიან ინტენსიურად იყო ადამიანები, რომელიც რაღაცაში წარმატებულები არიან, ან რაღაცის გამოცდილებას უზიარებენ და ეს საზოგადოებას აინტერესებდა. შემდეგ წამოვიდა ხელოვნურად შექმნილი უკვე დაერქვა ელიტა, მაშინ ამას ელიტას არ ვეძახდით. ეს იყო უბრალოდ გამოცდილი ადამიანები, რაღაც თავის სფეროში შეიძლება წარმატებული ან უფრო გამოცდილები. მერე წამოვიდა უკვე მხოლოდ ეგრეთ წოდებული ელიტა, ფსევდოელიტა, რა თქმა უნდა, და მათი სასიყვარულო ცხოვრება იყო მთელი ფაქტიურად საზოგადოების თემა. და ეს ყველას დაავიწყდა, ეხლა რასაც ამბობდა, გეთანხმები, რომ ნამდვილად საინტერესო იქნება და ბოლოს საზოგადოებას ჭირდება ნამდვილი ავტორიტეტები, ვისგანაც ისწავლიან და არა ვიღაც. ხა მე მახსოვს ერთხელ ჩემს შვილს უთხარი იცი რა შვილო რჩევა, იმას უნდა გითხო, ვინც იმ საკითხში პოზიტიური გამოცდილება აქვს მეთქი. რა თქმა უნდა. არა ნეგატიური. ეს მე ვეუბნებოდი ყოველთვის, ხოც ჩემს სტუდენტებს, რო შემოვა ეკონომისტი და დაგიწყებთ საუბარს, არ დაელაპარაკოთ, თვითონ ვერაფერი ვერ შექმნათ.
ისევე როგორც PR ტექნოლოგს არ უნდა დაელაპარაკო, რომელიც PR-ს ვერ რა აკეთებს. თქმა უნდა, ზუსტად ეს არის და აი გეთანხმები რომ ნამდვილად დროული და კარგი იქნება, რომ ნელ-ნელა საზოგადოების რაღაც ნაწილის დამშვიდება დაიწყოს მაშინ. იცი რატომ? აი მყავს ეთერში ახლა სანამ თავარ თემაზე გადავიდოდით, თუმცა ეს აი დამიჯერე რომ დღევანდელ გადაცემაში ხა ეს უფრო საინტერესო იქნება. მაგალითად მე და შენ საუბრობთ პოლიტიკაზე. გადაცემის მერე უკვე მესენჯერი იბომბება შეკითხვებით აბსოლუტურად სხვა ხასიათის. აი თქვათ, რა იქნება, როგორ იქნება, აი პირადად როგორ გადავიტანოთ ასეთი კრიზისი ან ისეთი კრიზისი ან და მე ვხვდები რომ საზოგადოება ახლა კონცენტრირებული არის რომ ხალხისგან ესმოდეს როგორ მოერიონ კრიზისი, როგორ ჩაუღრმავდნენ კი არა და როგორ ჩაიერთონ ამ კრიზისში. პირიქით როგორ დაეხმარონ თავს რომ ამოვიდნენ აქედან და მე გარდა იმისა რომ მიწევს თქვათ რაღაცა ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანების აზრი გავიგო, მერე ვაგრძელებ შემდეგ კიდე პოლემიკას ხალხთან რომ ვეუბნები დაწყნარდით, დამშვიდით, ყველაფერი კარგად იქნება. იცი რა, თუ რამე ცუდი უნდა მოხდეს, მაინც ვერაფერი ვერ შეცვლის ამას და ყველაფერი ღმერთის ხელთ არის და მით უმეტეს მარხვაში აღმოჩნდა რომ ჩვენ არა ვართ მარხული ხალხი ზოგადად რა და რაღაცა აგერ პატიების დღე იყო და შენდობის დღე იყო და იწყებდნენ იმას თუ არ შემინდობთ კიდე აი ესე და ესე ნუ აი არ გამოვიდა ჩვენგან ჭეშმარიტი ასე ვთქვათ ქრისტიანები მართლმადიდებლობა ეს არის ნერვული სისტემა 7 ნერვული სისტემა უნდა იყოს იცი მართლმადიდებლობა ნევროტიკის მართლმადიდებლობა მე მაგალითად არ არ გამოდის ხო ნუ არა რა და არც ფსიქოპათის მართლმადიდებლობა ნუ ეს არ არის მართლმადიდებლობა რა ადამიანი უნდა იყოს მშვიდი რომ ეს ყველაფერი გააცნობიეროს რა თქმა უნდა მე გადასცეს სხვა მასლოუს პირველი საფეხურის ის არ არის რომ არიქა მე ვკვდები და მიშველი აი პირველი გამაძღე და წყალი დამალევინა და მეტი არაფერი არ აი გადარჩენის ამ საფეხურზე სხვა არის და აი როდესაც უკვე გააზრებული არის უკვე ზედა საფეხურის იქ ნევროტიკები და აი ეს გარემო რაც ჩვენთან არის ზამბარასავად დაჭიმული არ შეიძლება ხო და აი მოდი აი ამ სიტყვიდან გამოგლეჭ ამ სიტყვა ზამბარასავით დაჭიმულს და მოდი მეუბრუნდეთ აი 4 წლის თავს იმ უბედურების რომელიც მთელ მსოფლიოში ტრიალებს მოდი ესე ვთქვათ ეს არ არის ერთი ერის ტრაგედია მოდი ვთქვათ პლუსებიც და მინუსებიც იმიტომ რომ რაოდენ ახლა ჩემ პროფესიის ადამიანისგან არ გაგიკვირდეს იმიტომ რომ ხა ეს არანაირი შავი იუმორი არ არის, მაგრამ ჩვენ რო იუმორი გვაქვს, ეგეთი იშვიათია. მაგრამ ყველა მძიმე მოვლენაში შეიძლება ამას მოყვეს თავისთავად პოზიტივი. ის რაც მოხდა 2022 წელს რაც დაიწყო სპეცოპერაცია. აი მე რო ვუყურებ, ხა საშინელება არის ადამიანების ომი და ადამიანების სიკვდილი საშინელება, მაგრამ რო ჩამოვწეროთ, რამდენი პოზიტივი მოყვა. მოდი დავიწყოთ პოზიტივი რა იყო პოზიტივი რა იყო პოზიტივი იყო ის რომ თურმე სამყაროს მართავენ ძლიერები და ტყუილი არა პოზიტივი იყო ის რომ ჯერ ერთი გავიხსენებ ვისაც უნდა ეწყინოს ცივი წყალი დალიოს მაგრამ ეს ფაქტია მიუნხენის 2017 წლის პუტინის გამოსვლას ეს იყო წინასწარმეტყველება პრაქტიკულად მაშინ ბევრმა ვისაც ჭკუა ქონდა და ვინც გონიერი პოლიტიკოსი იყო და მაშინ ჯერ კიდე იყო ამ პოლიტიკოსების გარკვეული კონცენტრაცია პოლიტიკაში ხო დასავლურ პოლიტიკაში მათ კი გაიგეს მაგრამ ბოლომდე ვერავინ ვერ დაიჯერა რომ ეს შეიძლება ესე ყოფილიყო აიცი ვიხსენებ ბრემე ბელოვაჩილავიკა თეთრი ადამიანისტვი მართლა ხო ხედავთ დღეს უცებგად მოხდა ჩვენ ხო ხედავთ რომ დასავლეთს მართლა ქონია ის შეგრძნება და ის გრძნობები როგორ ჩვენ უყურებთ მაგალითად მე ადამიანს ვერ შევხედავ ისე ზევიდან ქვევით როგორც უპირატესი ამერიკული რასის უპირატესობა თეთრი ადამიანი ბელგიაში ზოოპარკი არისო რამოდენიმე წლის წინ ბრიტანეთს რო კოლონიები ქონდა და იქ რო ადამიანებს ადამიანებად არ თვლიდნენ ორფეხებად თვლიდნენ ხო და ნახე ეს სიტყვები მესმის უკრაინაში იყო ერთი კადრი ეი мясо იძივ პარადნოო ხორცო დაბრუნდი სადარბაზოშიო გავგიჟდი აი ეს რომ მოვისმინე მაგრამ გვარამია მართქვა ბიომასაო ანუ ხთები ამ ადამიანებმა გადმოიღეს ის აი შეგრძნება და თურმე რა შეგრძნება ქონიათ მათ ნაცისტური ჩემდა საბედნიეროდ მე 2000-იან წლებში მივხვდი ამას აი მართლა მივხვდი ოღონდ როგორ იცი რომ მივედი ვნახე და აი იქ მივხვდი რა იყო ეს ყველაფერი აი თქვათ ეს ჯერ დამოკიდებულებები და სამყაროს დაყოფა ფენებად ჩვენ ოქროს მილიარდი არ გვჯეროდა ლალი
ჩვენ რაღაც ზღაპარი კონსპიროლოგია გვეგონა. კი ბატონო. და კონსპიროლოგია საერთოდ სულ ტონად ითვლებოდა და ნუ ძალიან აი ხო ეხა კონსპირაციული თეორიები ისევე როგორც COVID-ზე და ისევე როგორც თურმე ეს ყველაფერი მართალია, ასეა. არის საზოგადოების კონტინენტებს, გარკვეულ კონტინენტებზე და გარკვეულ გეოგრაფიის მქონე ადამიანები ზევიდან უყურებენ ყველა სხვა დანარჩენს. და ამ დროს დანარჩენი როგორც ჩვენ თქვი ხორცი. კი, ხორცი, ბიომასა. აი ეს. შემდეგ ჩვენ აი ეს დაგვანახა ამ ომმა. ეს ომი რომ არა, ჩვენ ამას ვერ დავინახავთ, მე ჭვი არ მეპარებ ამაში. მე ამ ომმა ჩვენ დაგვანახა, მე ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთ სტუდიაში ვამბობდი, რომ ბოლოს მეთქი, ჩვენ კავკასიელები ვართ მეთქი. საქართველოს ჩვენ რატომაც გონია მიუკაკუნებ აქ იტალიელი ცხოვრობს, აქ ფრანგი მეთქი რა, ჩემს ადარბაზოში. ჩვენ აზერბაიჯანელებს და სომხებს ვერ ვამჩნევთ, საერთოდ არ მიმჩნევთ მეთქი. და ჩვენ გავიაზრებთ, რომ კავკასიელები ვართ, ხო? აქ ვართ, კავკასიელები ვართ და ჩვენი ვერსად ვერ წავალთ, ხო? და ამას სულ რამდენიმე წლის წინ, აი ამ ომმა დააჩქარა სპეცოპერაცია, დააჩქარა ის პროცესი, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე იცი რა კარგად გატყუებენ და ერთი მაკრონმა თქვა პატიოსნად რა გეოგრაფიულად თუ არანაირად არ არის ეს აქო და თურმე კარგად გატყუებენ რასაც ამბობდნენ ამ ომის დასაწყისში რომ ეს ყველაფერი მარტივად იქნება და რუსებს მხოლოდ სარეცხი მანქანის დეტალებს იღებენ ჩიპებს ხო იმისთვის რომ რაღაცა და დაჟანგული ამბობდა ამას ვიღაცა რა ხო დაჟანგული სამხედრო ტექნიკა აქვს და დღეს რო ამბობენ უი თურმე რუსებს როგორი შეიარაღება ქონია და კლიჩკო რომელიც ამბობს რომ რა თქმა უნდა ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ არესტოვიჩი რომელიც მოძღრავდა რომ ჩაერთეთ ომში და დღეს ამბობს რომ მონაკოში წამოკოტრიალებული რომ ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო და ზელენსკის ბრალია აი ჩვენ ეს კასკადი გადაბრალებების ვნახეთ და კარგად წარმოვიდგინეთ რა მოგვივიდოდა ჩვენ რომლებიც რომ ყოფილიყავით ჩაბმული ძალიან ლოკალურ დონეზე და გლობალურზე წარმოვიდგინეთ გამოაშკარავდა მთელი ის სიცრუე მთელი ის ბუშტი, საპნის ბუშტი, რომელიც თურმე ყოფილა დემოკრატია, რასაც ერქვა სახელად, ხო? აბსოლუტურად ეს ყოფილა უბრალოდ როგორც აი აქ რუსეთუმე რო უძახიან, ანუ უბრალოდ სიტყვა, რომლითაც ადამიანებს ამათრახებდნენ და უმცირესობას ქონდა უმრავლესობაზე, უკვე ჩამოვიდეთ ჩვენს ქვეყანაში, უმცირესობის დიქტატურა ხორციელდებოდა უმრავლესობაზე დემოკრატიის სახელით. ოღონდ ეს დემოკრატია არ არსებობდა, რა თქმა უნდა და ჩვენ ნახეთ სახე ადამიანების, იგივე NGO-შნიკების, რომლებიც მეც ვიყავი NGO-შნიკი, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ თუ მე სტარტაპში მეხმარებოდნენ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა უფასო ყოფილიყო, იმიტომ რომ ხალხს გაეგო, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა არ ქონდა, იმისთვის უფასო ყოფილიყო და ამით მომხდარიყო გაგება იმის, რომ თქვენ შეგიძლიათ ეს ინსტრუმენტი გამოიყენოთ თქვენი უფლებების დასაცავად. და ეს მე ვამბობ 99-2000 აი და მაშინ ჩვენც იდეალისტები ვიყავით და ჩვენ მეც ევროპელი ვიყავით. ეს ყველაფერი მივხვდით რომ ღმერთო როგორც ხრუშჩოვის აი ინთისიქით კომუნიზმია ზუსტად იგივე ყოფილა მაგრამ ზუსტად იგივე ტყუილი ყოფილა მაგრამ საბედნიეროდ მე 2003 წელს ეს აი მაშინდელ აი იმ ტიპის ამერიკელებს მე სუთხარი თქვენ არაფრით არ განსხვავდებით და ამას ესწრებოდა ჩემი მოადგილე იყო რომელიც აი თხოვდა გაჩერდიო მაგრამ უბრალოდ არ ჩერდებოდი რომ მივხვდი რომ ძალიან დიდ ყულში მიწევდა შესვლა რა უთხარი იცი თქვენ მე ჩადრიანი არ შეურაცხყოფ უბრალოდ ჩადრიანი ქალი არ მუშაობს და სახშია და ის გამოცდილება არ აქვს ხო ვინგონი ვართ მეთქი თქვენ მეთქი არაფრით არ განსხვავდებით აი გეფიცებით ეს სიტყვები მაქვს ნათქვამი ერთ-ერთ აი ძალიან მაღალჩინოსან პარტნიორ არ გვეპაროს თქვენ არაფრით არ განსხვავდებით ხრუშჩოვისგან რომელიც ამბობდა რომ კომუნიზმია თქვენც ისეთი მე 2003 წელს ვამბობ ამას და უყურე რა მივიღეთ ნახე აქ სამყაროს აჩვენა ეს ყველაფერი ამ ხო ძალიან ძიმე ფასად მივიღეთ ის რომ ომი დაუსრულებელია და როდის დასრულდება არავინ არ იცის განები მაგას თავი ნახე ომის შედეგად ამ შემთხვევაში მივიღოთ რა იცი რომ დავინახეთ აღმოსავლეთი სამხრეთ აღმოსავლეთი და აზია დავინახეთ. როგორც ჩვენს გვერდი დავინახეთ, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, აუ ჩრდილო კავკასია, უი რუსეთიც არ ყოფილა თურმე და როცა ეს დავინახეთ, არა გლობალურად სამყარომ დაინახა აღმოსავლეთი და თურმე ჩინური კულტურა, უი და ვნახეთ რა. აი მე თუ მკითხავ დღეს გონიერი აღმოსავლეთი თავისი
არაბები, ჩინელები, ბრძენი, ინდოელები და ასე შემდეგ. ბრძენი აღმოსავლეთი, რუსეთიც რა თქმა უნდა, როგორც ევრაზია. შლეგი ამერიკა და აბსოლუტურად გამოთაყვანებული, გამოგინეკოლოგებული ევროპა რა, რომელიც აბსოლუტურად პოლიტიკაში ხო გეუბნებით, არ შემდგარი გინეკოლოგი მართავს. თან მართავს ჭკვიანი კი არა, აბსოლუტურად დეგრადირებული ელიტა, რომელიც ისევე იყვნენ დამოკიდებული, ისეთივე მარიონეტები არიან და ისევე ხელფას იღებდნენ ამ შტერეში და შტერების სელექცია მოხდა, ნეგატიური სელექციის შედეგები არიან მათი ყოფნა იმ ეს გასაგებია იგივე ნეგატიური სელექცია და იგივე ფულზე და ჩვენ რომლებიც გადარჩენილები ვართ ამ პროცესს და გადავურჩით და კი საქართველოში დღეს რაღაც პროცესები ძალიან რთულად მიდის, ძალიან მძიმედ მიდის და ჩვენ რო ხვდებით რომ რამდენი ღალატობდა ამ ქვეყანას, რამდენი იგივე ოცნების ბანაკიდან ამას აკეთებდა, მაგრამ ოცნების რაღაცა გარკვეულმა ბირთვა გუნდმა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით არ დაუშვა ეს ომი, ფიქრობ რომ მადლობა რომ არ არის ომი, დანარჩენს მოევლება თუნდაც დროში გაწელილი იყოს ეს ყველაფერი და ეს პროცესი რაც ახლა მიდის, ცხადია დროში გაწელილია, მაგრამ კარგია რომ მიდის. ეს ერთი. ეხლა მეორე, ხომ არ არის ტრამპის ამბიცია რომ დაესრულებინა ყველა ომი და არ გამოვიდა და მათ შორის არ გამოვიდა უკრაინა-რუსეთის დაშორიშორება და ის რაც პრაქტიკულად დღეს უნდა დაწყებულიყო, ხო, ესეთი ბოლო თარიღი და დედლაინი სახელდებოდა რომ აი დღეს უნდა დაწყებულიყო ომი. ხო, აი მოდი ახლა ავხსნათ რა მოხდა საბოლოო ჯამში, აი ბოლო რა იყო. მე მაგალითად მენიშნა, როდესაც თქვეს რომ ვიღაც პატარა ბიჭუნა შეიპარა და ადგილზე ჩაცხრილეს რომ თურმე ტრამპის მოკლა უნდა და რაღაც მომეჩვენა ძალიან ისეთ ფაქტად, რომ რანაირად მივიდა ან ტრამპის იმ დახურულ ტერიტორიამდე. ხო და 21 წლის პირტიტველი ბიჭუნა, მე მივიდა მაშინ, როდესაც იქ ტრამპი საერთოდ არ იყო, საერთოდ სხვაგან იყო. ანუ აი ეს ყველაფერი, ეს ერთი, ამას მე ეს მექსიკაში განვითარებული მოვლენები, რომლის პროვოცირება შენს კარგად იცი, რომ არაფერი არ უნდა და ალბათ მესამე ის არის, რომ აი ესეთი ჭორები. რა მოხდა საბოლოო ჯამში, შენ როგორ ფიქრობ, აი ეს ირანის ესეთი დადგომა ძლიერად, ირანის უკან ჩინეთ, რუსეთის კედლის გამაგრება თუ რა? საუდიტები, გაერთიანებული საემიროები, ჩინეთი, თურქეთი, ალბათ ინდოეთიც რა, არც ინდოეთს არანაირად არ მოწონს ეს სიტუაცია. შემდეგ რუსეთი, რა თქმა უნდა, ხო? ეს ამხელა ერთად რო დადგებიან და საუდიტებმა დაიწყეს პირდაპირ, შემდეგ საემიროებიც ეს ყველა მოდი ვთქვათ ეს საინტერესოდ რა, საუდიტების ნავთობით არსებობს ნავთობ დოლარი ჯერ კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება უკვე დასრულდა, 74 წელს დადებული ხელშეკრულება. უკვე დასრულდა, დოლარს აქვს ძალიან დიდი საფრთხე წინ. ამ შემთხვევაში საუდიტებზე, საემიროებზე, ჩინეთს გაიმტრათა ცხადებს. ძალიან არის დამოკიდებული ამერიკის ხვალინდელი დღე და დოლარის ხვალინდელი დღე, რომელსაც ხოთა შორის 90 დღეს უწინასწარ მეტყველებენ. მე გამიკვირდა ჩვენთან ამაზე საუბარი არ არის დოლარის მომავალ კრიზისზე და ახლახანს ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა თქვა და გამიხარდა, რომ ჩვენთანაც დაიწყო ამაზე საუბარი. ამაზე ძალიან ვერცხლის ოქროს აი ამ დაცემაზე ის რომ ეს ფული გადავიდა აი ეს ძირითადი რესურსები გადავიდა ფაქტიურად ჩინეთისკენ და ეს ძველი ობლიგაციები აღარაფრით არ არის გამაგრებული და 38 ტრილიონი არის საგარეო ხო ამერიკის. ეს ყველაფერი როგორც არ უნდა ექსპანსიური იყოს და როგორც არ უნდა შეფუთული ლამაზი სურათი ეს როგორც არ უნდა ვულკანური იყოს, არა, ეს რეალობა არის, ამას ხო აი ხალხი ვინც ამას მშვენივრად აცნობიერებს, არა? და წარმოვიდგინე აი აქ ის გონიერი აღმოსავლეთი რო ვთქვი, რომ არ დაწყებულიყო რუსეთ-უკრაინის ომი. აი აღმოსავლეთის აი ამ გააზრებას, ამ სიბრძნეს, სიღრმეს ვერ დაინახავდი. ის რაც არაბები არასოდეს ერთმანეთს არ უდგებოდნენ გვერდში. ყოველთვის და მით უმეტეს, ხა
საუდის არაბეთის საემიროები ისინი პრინციპში პროამერიკული იყო ყოველთვის, ხო, მაგრამ დღეს ესე აღარ არის. მე ერთი კიდე საინტერესო აღმოსავლეთის გონიერებამ ჩემი აზრით ერთმანეთს მიბმული ისრაელი და ამერიკა ანუ ისრაელის ანკეს წამოგებული ამერიკა, აი რომელსაც აი ეს ანკესი არა, აი ესე ძახს რო ასეირნებთ, არა, აი ესე გასეირნებული ამერიკა ძალიან უხერხულში, კი, ძალიან უხერხულში ჩააგდო პოლიტიკურად და ალბათ კიდევ წინ არის მეტი უხერხულობები თუ მე ძალიან საინტერესო რაღაცა ანალიტიკური წერილი წავიკითხე, სადაც ეწერა ასეთი რამ და მე მგონია რომ აი ხო იცი როგორ არის საინფორმაციოებში გადმოაგდებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ვინც უნდა წაიკითხოს და დაამუშავოს ხა ის ხალხი მე დებს იმ შედეგებს რაც იდება ხო ძალიან საინტერესო რამ წავიკითხე რომ ხომ არ გონიათ რომ ისრაელელებს უკეთესი ბედი გექნებათო თქვენო ეგვიპტიდანაც ვერ გადმოკვეთავთ იმიტომ რომ იქო უკვე ბედუინები გელოდებიანო რომლებიც ცნობილი არიან იქ ეგვიპტის პოლიციაც კი ვერაფერს ვერ აკეთებს თავისი სისასტიკით და თავისი აი ამ ყაჩაღობით და ერთი რომ ისრაელმა რეალურად დაინახა საფრთხე, აი ეს რომ მომხდარიყო, თვითონ საწავიდოდნენ ისრაელელები, ხა რუკას თუ დავხედავთ, ხვდებით რომ ყველა გზა ჩაკეტილია, ხო? შემდეგ ის რომ ირანი ეს არ არის ძველი ირანი, საკმაოდ გაძლიერებულია და კიდევ კაცმა არ იცის შიგნით რა აქვს და რას ინახავენ და გარკვეულ დაზვერვამ რომ მიიღო გარკვეული ინფორმაციები რეალურად რას ფლობენ და რა აქვს რუსებისგან ნაყიდი, ეს კიდე მეორე თემა და კვლავ ძამნიშნულოვანია ის კულუარული მოლაპარაკებები, რაც არის კუშნერსა და პუტინს შორის. კრემლში უკვე მე რამდენჯერ ჩატარებული. ხო ფაქტია რომ მაშინ ეს მოლაპარაკებები, ის ალასკის მოლაპარაკებაც, ეს ყველაფერი წყალში იყრება და ტრამპი ვიცით ჩვენ რომ არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ არის ბიზნესმენი და გადასარევად იცის თავის ჯიბე როგორ გადაარჩინოს. აი ეს ყველაფერი რაღაც ეს ხა კი მოვხარში ხა ფაფამე, მაგრამ მოგდი შევეცადოთ ხა ეს პორციებად დავყოთ. რა უფრო გეჩვენება, აი რა მიმოქმედა უფრო აი ამ გადაწყვეტილებაზე რომ შეჩერებულია და როგორ უნდა გაიყვანოს არმადა ესე უკან. ხო ვფიქრობ იოსებ ბესარიანის სტალინს ალბათ თავი რომ შეეკავებინა და ეს ბრიტანული პროექტი ისრაელი იქ არ გაეკეთებინა და ხელი არ შეეწყო. ალბათ ჯობდა რა, არაბული სამყაროსთვის ჯობდა. იმიტომ რომ ამით არაბულ სამყაროს შეუქმნა სერიოზული პრინციპში და ჩვენ საწყისთა საწყის პალესტინა შეუქმნა ყველაზე დიდი დარტყმა რა, ესე გამოვიდა საბოლოოდ. ეს ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო იქ სადაც არის და ეს არაბული ძირითადად არაბული ქვეყნები რომელიც საღაზავით არის გაყოფილი ხო დიდხანს ალბათ ეს ვერ გაგრძელდებოდა მით უმეტეს რომ ჩვენ ახლა ირანზე დაახლოებით ის წარმოდგენა გვაქვს რაც დასავლეთს ქონდა რუსეთს რომ იქ დათვები დადიან და რაღაც და ეხლა და იმიტომაც ამბობდა ფონ დერ ლაიენი რომ ეს მაცივრი სარეცხი მანქანის ჯიბებს იღებენ და იმით აკეთებენ თვითმფრინავებს. ანუ ეს წარმოდგენა ქონდა და ეს იქმნებოდა. ჯერა რომ მართლა ესე ეგონა? ნუ თუ ასე ეგონა კიდე უფრო დიდი პრობლემაა. მე მგონი მართლა ეგონა. მე მგონი ეგონა. ნუ ყოველ შემთხვევაში რა არის ლალი ერთი დაზვერვა არ მუშაობს? ლალი პიერ ტექნოლოგი ხარ და გადასარევად იცი რა ის რასაც სხვას უმტკიცებ დიდხანს მე შენც იჭერებ და მე მგონი მაგათ ეგ მოუვიდათ რა ზემოქმედებასაც სხვაზე ახდენდნენ დღეს კაია კალას უსმენდი ესეთი ნაღვლიანი სახით კოგნიტური ომების მსხვერპლი არიან თურმე როცა ამას მიმართავდნენ და ციფსო უკრაინაშიც კი იყო ცენტრი რომელიც მუშაობდა საქართველოსეც მოლდოვაზეც უკრაინაშიც და ამ ტვინის გამორეც კოგნიტური ომები ტიპიური თავის მთელი პაკეტით არა მუშაობდა და ეხა კაია კალასი არის მაგრამ ისევ გააქტიურა თემა რომ რუსეთმა უნდა დაუბრუნოს ტერიტორიები საქართველოსაც უკრაინასაც და ასე შემდეგ მაგრამ რატომ დღეს უყურე რა ფონზე როდესაც რუსეთიდან მოდის პირდაპირ მესიჯები, ხო? მოლაპარაკების დაწყებისთვის. რა არის ხა კაია კალასი თავისი რო ამბობს ხოლმე სამიდალი შეგერგებათი? ხო. დაბლიოთო. ადამიანი პოლიტიკოსები რომლებიც საქართველოს არ ვიცი რამ ხელა ომს უცხადებდა რამ ხელა შეურაცხყოფა რამდენი ტალახი და მაგათ ძალიან კარგად ეძახის სალავიევი რა პრიბალტიისკი ვიმირატიო რა ეს პოლიტიკოსებზე ვამბობ და ეს ხალხი შეგვჭამეს თითქოს პიონერ ხელმძღვანელები ყოფილიყვნენ აი რა დღეში ჩავგაგდეს ახლა მეკითხებოდა ახლობელი რომ ევროპასო საქართველოს რატო განუდგაო და საქართველოს კი არ განუდგა
ქვები და ლოდები გვესროლეს ევროპიდან, ხო? ევრობიუროკრატია. ყველაფერი გააკეთეს, რომ თავი შეეძულებინა და დღეს გეხარდა დასცინი. მოდი ტრამპზე მითხარი რა, რომ დრო არ დამეკარგოს, მინდა მოვასწრო, ხო საძილო. აი რას ფიქრობ, იცი რა არის, მე სულ ვცდილობ, ხა მის ტვინში ჩახედო ალბათ ძალიან რთულია. მაგრამ ხო ფაქტია, რომ ხა სულელი ადამიანი არ არის, იმპულსური არის, იქ რაღაცა ესეთი არის განსაკუთრებული, მაგრამ რას მიიღებდა? ომის დაწყების შემთხვევაში. ხრართით, მოდი ვთქვათ ესეთი რამ, ჰენრი კისინჯერი თურმე ტრამპზე საუბრობდა, ამბობდა, რომ ის როგორც პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, არ ბრწყინავსო, მაგრამ მას ესმის ძალის ენა. და აი ამ ძალის ენით აი ამ ინფანტილური და ისტეროიდისთვის დამახასიათებელი ამ პომპეზურობით, იცით, რაც პრინციპში ცხოველთა სამყაროში ძალიან მიღებულია, როცა ხმით აშინებენ. აი ეს იყო მისი სტილი, ძალის ენა იყო მისი სტილი და ის თავის ბიზნეს პრინციპში ესიაგებდა რა, ეს სტილი გადმოიტანა პოლიტიკაში, მაგრამ ყიდვა არ შეიძლება ფულით, შეიძლება დიდი ფულით და მორჩა. ან აქ უკვე ძალით, მაგრამ ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ამან არ გაამართლა, აბსოლუტურად არ გაამართლა, არსად არ გაამართლა. და ის რომ ამბობს, რომ მე ჩემი შინაგანი რწმენა, ყველაზე მაღლა დგება, მაგრამ არ ამართლებს. ვხედავთ, 5 წელიწადი გახდა უკვე. სად გაამართლა, არსად არ გაამართლა. ისტორიულად და ისტორიულად დაბალი ნიშნული აქვს მის პირად რეიტინგს. მას აუცილებლად ჭირდება რუსეთის, ჩინეთის და არაბეთი განსაკუთრებით არაბული სახელმწიფოები. რომ კონგრესში აიღოს რაღაც მაინც. აი ეს მას სერიოზულად ემუქრება. აქედან გამომდინარე შეიძლება ძალიან მალე მიხვდეს იმას, რომ პრინციპში მისი ყოფნას ისევ მის გარემოცვას დივენსის ან რუბიოს ყოფნა ურჩევნია. და შეიძლება მას ეს მშვენივრად აქვს გაცნობიერებული, მაგრამ ამიტომ არ მიდის ბოლომდე ომზე, იმიტომ რომ წავიდეს ომზე დამთავრდება, თვითონ დამთავრდება რა. შენ როგორ ფიქრობ, ის თეორია, რომ შეიძლება აგორდეს სერიოზული სკანდალი ბრიტანეთის კარზე და რომ გამოყენებული იყო ტრამპის ფიგურა ჩასათრევად და გადასატანად აი დიდი სკანდალის, რაც შეიძლება პრინცის ოჯახში მოხდეს. აი ამას აქვს არსებობის უფლება ამ ვერსიას? ცოტა ნაკლებად. საერთოდ ბრიტანელებს ეს შაკალი როგორ არის ქართულად? ტურა. ტურების ისა აქვთ, ისინი ყოველთვის ხელით აკეთებენ და англичанка გაძით მაგიტო თქვა სუოროვმა, ხო? ყოველთვის ხელით აკეთებენ, სხვების დატაკებით აკეთებენ, მაგრამ აქ უფრო ღრმა არის ჩემი აზრით. აქ იცი ის იდეა არის, რომელიც დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც აი deep states რო ძალიან ხშირად ახსენებენ. ეს ის ოჯახები, რომლებიც როჩილდები და როკფელერი და ასე შემდეგ, აი ამ ოჯახებმა, რომლებმაც უკვე რამდენი საუკუნეა ნაპოლეონის ომის დროიდან დაიწყო, ხო? პირველი ფული შოვნა დაიწყო მაშინ, რომ ბრიტანეთი ნაპოლეონი უკანიხევსო თუ ბრიტანეთი და უცებრო ფოსტის მტრედებით ჩაიტანა ამბავი და აქციები ამით აწია და მოიგო აღარ მახსოვს რაღაც ძალიან დიდი თანხა. აი იქედან დაწყებული მართლა ეს ადამიანები მართავენ და როცა ადამიანი სხვასეუბნები იმას რა თვითონ იჯერებ, მეორეც არის უძლეველობის მომენტი და უკვდავების მომენტი მართლა ებადებათ ესეთ ადამიანებს და ესეთი ადამიანები არა, როდესაც ძალიან ოლიმპოზე ადიან, რეალობას მართლა წყდებიან. და მე მგონი მათ უკვე ზედმეტი მოუვიდა თუნდაც იგივე ეპშტეინის მომენტი. ეს ხო იყო ვერბოვკის თქვათ ვერბოვკის ერთ-ერთი გადაბირების ერთ-ერთი, ანუ ყველანი შენ სისხლით ხარ გასრული. თუ მანამდე ამ გადაბირების კი არა, კომპრომეტირების შედარებით სხვა მომენტები არსებობდა, ჩვენ ახლა კაგებესი გაგვიგია, წაგვიკითხავს და წიგნები მაქვს უამრავი, მაგრამ აი ესეთი რიტუალური, აი ესეთი საშინელება მსგავსი რამ არ ყოფილა, ხო? და ამითი ყველა უნდა ყოფილიყო გაბმული. ანუ შენ ვერსად ვერ წახვალ, იმიტომ რომ შენ იმ ბავშვის სისხლი დალიე. ან იმის ხორცი ჭამე, ნუ ეს რაღაც სიგიჟეა რომ ვამბობ, მაგრამ ხო ფაქტია რა. გუშინ აი ჩვენ ვისხედით მეგობრები და ვცდილობდით გაგვეხსენებინა ისტორიაში ანალოგი, როდის მომხდარა ერთი სოდომი და გომორი, რაც იყო და რაც ბიბლიურად გადმოცემულია, იმასთან შედარებით არაფერი არ არის. მართლა არაფერი. კალიგულა, რომელზეც საუბრობთ ხოლმე, ესეც არის არაფერი, პატარა ფარდას ჩამოძებდა თავის იმაში.
საძინებელს და რასაც უნდა აკეთებდა და აქ მასშტაბური ერთი კატასტროფა. ფაშისტებსაც ასეთი ის ომი იყო. ხო, ომი იყო და ისინი სამედიცინო იაპონელებს ჰქონდათ სასტიკი სამედიცინო ექსპერიმენტები. მასე ჩინელები ცნობილი არიან ხა სასტიკი ექსპერიმენტებით, მაგრამ იაპონელების იყო ეს სხვა მასშტაბი იყო. ფაშისტების იყო ყველაზე მძიმე და ეს არც ომია, არც არაფერი, არც ექსპერიმენტატორი ცოტა ფანატიკოსი ადამიანიც არის, მეცნიერ შეიძლება რომ რაღაც გაექცეს, ვიცი ჩვენ სასტიკი ექსპერიმენტები, მაგრამ ისინი ფიქრობენ რომ მეცნიერებისთვის აკეთებენ და აქ იყო რა სიამოვნებისთვის შენ გასრული ხარ და სიამოვნებისთვის, დიდებისთვის, ფულისთვის, კავშირებისთვის, ხო ამერიკელები ხო ხშირად ამბობენ რომ კავშირები ყველაფერია და ისინი ერთმანეთთან ყველა იყვნენ აი ესე დაკავშირებული, ხო? ჩვენ ყველა ერთი ჯადოართ გადაბმულები, აი ეს იყო ეს და აი ამას ხო გენი ანალოგი მე გეთანხმები ანალოგი არ მახსენდება არსად მსგავსი რამ არ მახსენდება სისასტიკესთან დაკავშირებული აი ნიშნავს თუ არა მე იცი რა ისე ვუტრიალებ აი ამ სისხლით მეგობრობა ხო და მესამე ადამიანის სისხლით თორე ეს კატასტროფა მეგობრობა ქართველებმა მე იცი ისი დაკავშირება მინდა მე მესმის რომ ლოგიკურად ამ ყველაფრის დაკავშირება შეუძლებელი და წარმოუდგენელია მაგრამ ის რომ დღეს შეიძლება ცოტა ხნით სამყარომ ამოისუნთქოს თუ ცოტა ხანი ხანს არავინ არ მოგცემს ამის ფუფუნებას რომ ყველგან მშვიდობა იყოს იმიტომ რომ ვიღაცას იარაღია გასაყიდი ვიღაცას ნარკოტიკი ვიღაცას კიდევ რაღაცეები ხო ფული უფუჭდებათ და რაღაცა ამოსუნთქვა იქნება და აღმოსავლეთს ცოტა ხა ჩვენთვის ეს ძალიან კარგია იმიტომ რომ ჩვენი რეგიონისთვის ეს იქნებოდა დამღუპველი ეს ომი და მე სულ ვამბობდი რომ იმედია მაინც სახი აზრი დასავლეთის დაისია რა ანუ მართლა დაისია და თან ხედავ სრულ უგუნურებას ხედავ ინფანტილურ ადამიანებს და ფიქრობ ღმერთო ჩემო სადამდე დაეცა აი ის რაც ჩვენ დასავლეთი გვეგონა შემდეგი ვინ იქნება როგორ ფიქრობ რომელი ქვეყანა ომის ხო აი ცირა როდესაც დაიწყო უკრაინა ჩვენ თქვით რომ უკრაინა ბოლოსკენ რო წავა დაიწყება რაღაცა პანდემია დაიწყო და შემდეგ ისა ან ისევ რაღაცა დაავადებით შეიცვლება და არის გააჩნია ხა მე მაგალითად ძალიან უყურებ დოლარის ბეც ზოგადად ამბობენ რომ აპრილისთვის ისტორიული ვარდნა ექნება რა გამოიწვევს დოლარის ვარდნას ანუ დოლარის ვარდნის შემდეგ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს სამოქალაქო ომი ამერიკაში მეტი რა უნდა და არჩევნებიც მოახლოებული თუ ეს მომენტი იქნა და საბოლოო თუ ჩაიხსნა ის კონტინენტი არა მაშინ იქ სამხრეთ ამერიკაში სხვა პროცესები წავა, ანუ აი მთლიანად გადანაცვლება წავა. და ის რაც მექსიკაში არის, შეიძლება იყოს აი ამის პირველი ეს იყო ნარკობარონის და რომელზეც ამერიკელებმა მორიდებულად თქვეს რომ კიო ჩვენ ცოტა მონაწილეობა მივიღეთო. ანუ ვითომ ეს აფეთქებები და ეს ყველაფერი ხო, ნუ ახლა ცეცხლი სადღაც უნდა იყოს და აი ცეცხლი და ბოლი ჩანს მექსიკაში. ორა საინტერესოა და ეს იყო. და რა დროს ერაყია? ხო, რა დროს ეს არის, ხო არა აი აქ ამ ცოტა ხანი რეალურად ვიღაცეები დამეთანხმები შენიცის დოკუმენტები საინფორმაციო მსოფლიო საინფორმაციო ველზე ცდილობდნენ რომ თურქეთიც ჩაებათ ამ კონფრონტაციაში. კი, და ზუსტად ის რომ თურქული არმადები ბალტიის ზღვაში აი ძალიან ძნელად წარმომიდგენია უბრალოდ ეს ზბროსები ანუ ეს არის სპეციალურად შაბათობით, აი დაახლოებით 3 კვირაა, ხო? შაბათობით რო ნახო, ხო ვერ გადაამოწმებ, ცოტა რთულია მაგ დროს გადამოწმება, იმიტომ რომ ძირითადი საინფორმაციოები გაჩუმებულები არიან. შაბათობით რომ ნახო, ირანი რამდენჯერ დაბომბეს, იცი და ირანმა რამდენჯერ დაბომბა, იცი ამერიკის აი ეს ბაზები 8 ბაზას ერთდროულად დაარტყა. ანუ აი შაბათობით მიდის ეს რომ ეს ადუღდეს სრულ ინფორმაციები, ადუღდეს მე ამოწმებ ყველა საინფორმაციო გაჩერებულია და მე იგებ რომ რა თქმა უნდა და უკვე მე მივეჩვე შაბათობით ღამე არის რაღაც საშინელება. შაბათი კვირა არის მაინც გამოყენებული ამისთვის. ღამის 2-3 საათის მერე მუშაობ ხოლმე ღამე და ამიტომ ნუ ახლა მე მინდა ჩვენს მაყურებლებსაც და მსმენელებსაც უთხრა თუ უნდათ რაღაცა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ რაღაცისთვის ეს ინფორმაცია იქნება საჭირო, ეს ხდება პარასკევს საღამოს და გრძელდება ორშაბათ დილამდე. განსაკუთრებით ღამე. კი. განსაკუთრებით აი 2 საათის მერე იწყება ეს რომ Facebook-ის მოყვარულები, ვისაც არ ეძინება ხოლმე, ფრთხილად იყვნენ მაგ დროს მიღებული
ჩაყრილი ინფორმაციები და სხვათა შორის ამბოლო დროს საქართველოსზე ძალიან ბევრი ვრცელდება. უკვე ვატყობ დიქციით, სიტყვების წყობით, იმდენად კარგად შეეჩვია ყური, ვთქვათ, რუსეთის ოფიციოზის, გარკვეული ინტერეს ჯგუფების და რუსულენოვანი უკრაინული ციფსოს იმგეს. აი საქართველოზე არის სავსე ინფორმაცია, ამდენი მე არ მახსოვს რუსულენოვანი. რომ საქართველო კურსს იცვლის, რომ საქართველო რუსეთს ემუქრება, რომ საქართველო ამას არა მეორე საქართველო უკვე რუსეთის ნაწილია. ანუ ურთიერთ გამომრიცხავი რაღაცისა და ფაქტია არც ერთი სანდო არ არის არა არც ერთი აბსოლუტურად არ ჩვენ უბრალოდ უნდა მივეჩვიოთ მე აი ამის თქმით და რითიც დავიწყებთ ვთილობ რომ გადავიდე აი ამ რელსებზე მივაჩვიოთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ფიქრს ჯაბას კი ბატონო და ვუთხრათ რომ შეიძლება იყოს ყველი მაპატელალი აი ყოფილი ნაცების ნუ ეს კრებითი ნაცების ის ადამიანები ვინც საერთოდ აქ არ ჩანს არსად და რუსული იციან როგორ მუშაობენ იცის სუმათი ინტერვიუები და ჩვენ უმეტესობა ვისაც შეგვიძლია საუბარი ასევე მე ჩემ თავზე არ ვამბობ შენზე ვამბობ და იმ ადამიანებზე ვინც რუსული კარგად იცის ხო დაუშვათ ყველანი დუმვართ იმიტომ რომ აქ ვიღაც დაგესევა და ის ხელფასიანი ადამიანები დაგესევიან რომ შენ რუსეთში ეს თქვი რუსეთში ის თქვი და თვითონ მე გეტყვი ცალკე გვარებს უბრალოდ არაეთიკურია აქ რომ თქვა აი რომ ნახო სიას ჩამოგიწერთ ესენი დგანან და რას სურუსულენოვან რუსულად და საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს წინააღმდეგ და მე ვფიქრობ რომ ეს ინფორმაცია ცნობილია ხო მხარდასაჭერად არა პრაქტიკულად არაფერი არ არის პრაქტიკულად არ არის ან არიან ადამიანები რომლებიც საქართველოსგან შორს არიან არ არიან მოქალაქეები და არ იციან საქართველოს ძალიან საინტერესო იყო ის გადაცემა რომელიც ოფიციალურად იყო რუსულ ენაზე და მიმყავდა მე აი მაგას ვფიქრობდი და ერქვა ვესტნიკი და თავის დროზე არაჩვეულებრივ ადამიანს მარკ რივკინს მიყავდა და შევარდნაძეს იდეა იყო იმიტომ რომ თუ გინდათ ვიღაცამ ჩათვალეთ რომ მტრის ენაზეც უნდა იყოს გადაცემები და აფხაზებს აბა როგორ უნდა გააგებინო კი ბატონო ასევე ოსებს და ასევე რუსულენოვან მოსახლეობას როგორ უნდა გააგებინო აზერბაიჯანელს და სომხ საქართველოს ცხოვრობს რუსულ ენაზე ვიგებ ჩვენ ინფორმაციას ძალიან დიდი მადლობა მე მგონი ძალიან კაი იქნება ლალი თუ მაგას დაუბრუნდები მადლობა მაგრამ მე ვფიქრობ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრეროგატივაა და კარგი იქნება თუ გააცოცხლებენ ამ თემას მე ამ თემით გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე